ვიდრე ამ დიდებულ სიტყვებს წავიკითხავდეთ, შინაარს ჩაუღრმავდეთ, რადგან ამ სულისკვეთებით იყო ყველა მეფე, ვინც საქართველოს კეთილდღეობა მოუტანა. თამარ მეფის მსოფლმხედველობა და მრწამსი ჩანს მის მიერ წარმოთქმული სიტყვიდან. მან იცის, რომ განგებამ მოავლინა ხალხის დასახმარებლად და მისი სამეფო დედამიწაზე არაა. ის მიმართავს ერთგულ მსახურებს, წმინდა მამებს და ხალხს, რომ დაეხმარონ მას გარეშე მტრების მოგერიებაში და ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად. ასევე გასაქანი მიეცეს ნიჭიერებას, დაფასდეს შრომა, სწავლა და ეს ყველაფერი ქვეყნისა და ხალხის სიყვარულით იყოს შედუღაბებული. შიშველი მოველდა შიშვლადვე მეგულების განსვლად ამიერ სოფლით. ყოველივე ქვეყნიური აქვე დარჩება. არ არის აქ ჩემი საკუთრო და სამეფო ჩემი, კუთვნილებაა თქვენივე. მე ამამაღლა განგება მისთვის, რომ თქვენ და საკეთილდღეოდ აღვამავლო სამეფო და განაშევძლებ მე ამას, უძლური დედაკაცი. თუ არა თქვენის დახმარებითა და თანამშრომლობით, პირველად თქვენ მოგმართავთ მამაჩემის გაწვრთნილნო, მხედართ მთავარნო მეუმარნო. მომეცით შეიძლება, რომ პირველ ყოვლისა გავიმაგრო სამეფო საზღვრები გარეშე მტრების მოსაგერიებლად. მერმე მივყოფთ ხელს შინაგან განწესრიგებას და თქვენ უნდა მიწინამძღვროთ წმინდა მამებო, რადგანაც თქვენ, როგორც სასულიერო წოდებას, გაწევთ ორგვარი მოვალეობა, ხორციელი და სულიერი, რისთვისაც მოგელისთ ორკეცი მადლობა, აქ მეფის და იქ ზეციური კურთხევა. ხოლო თქვენ დიდებულნო და ერისთავნო, შემიწყეთ ხელი, რომ მივსცეთ გზა და განის სწავლას, შრომას და ნიჭს, რომელთაც ქვაკუთხედად უნდა დაედვას საერო სიყვარული. საქართველოს სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. მამა გაბრიელი.